ძალიან მძიმეა ასეთ თემაზე საუბარი, ვინაიდან მძიმეა ადამიანურად, მძიმეა სამართლებრივად, მძიმეა ქვეყნისთვის. პირდაპირ შემიძლია გითხრათ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ეს ასახვას პოვებს, ეს პირდაპირ კავშირშია თუ როგორ სამართლებრივ, სამართლიან გადაწყვეტილებებს ღებულობს ქვეყანაში და ღებულობენ ქვეყანაში, მით უმეტეს, როდესაც ეს საქმე უკვე დაკვირვების ქვეშ არის, არათუ დაკვირვების პირდაპირ ზედამხედველობის ქვეშ არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მხრიდან და მიღებული იქნა მსგავსი სახის გადაწყვეტილება, ხო? ეს კარგად არა ისახება ჩვენი ქვეყნის რეპუტაციაზე, პირდაპირ შემიძლია გითხრათ და ხა თუ ვინმე იტყვის, რომ ის სამართლებრივი ეშმაკობა ბჭყალებში, რომ ის სამართლებრივი დევნა შეწყდა, ამიტომ რომ და აქედან გამომდინარე ამ საქმესთან დაკავშირებით უკვე რელევანტურობა დაკარგაო, ვინმე თუ იტყვის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, რა გადაწყვეტილება მიიღო ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, რა ეწერა იმ გადაწყვეტილებაში, იმას უნდა მივაქციოთ პირველ რიგში ყურადღება და რატომ აუკრძალა ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობას რეაგირება გადაცემა საქმის საბოლოო შედეგამდე. ამ შემთხვევაში რა იყო მისი მამოტივირებელი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსი და ამ ყველაფრიდან გამომდინარე წინააღმდეგობაში მოდის თუ არა ძირითად ამ შემთხვევაში მიზანთან ადამიანის ევროპული სასამართლოსი გუშინ მიღებული გადაწყვეტილება. აი ეს არის უმთავრესი და ბუნებრივია, ჩემი ვარაუდია, რომ ამასთან დაკავშირებით მოვადრო და დაიწყება გამოძიება საქართველოში, უნდა დაიწყოს გამოძიება, მაგრამ მოვადრო და დაიწყება გამოძიება საქართველოში სავარაუდო სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით. სავარაუდო სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით და აი ეს ქმედებები, ახლა რასაც ჩვენ უყურებთ, ხო, უბრალოდ წარმოუდგენელია. ღამის 4 საათზე სასამართლოების ჩატარება, რა ვიცი, აქტიურად აშუქებთ, ძალიან გამოცდილი და გონიერი ჟურნალისტი ხართ, ან უნდა და მითხარით ესეთი რამეები გახსოვთ, რა ვიცი, მე არ მახსოვს ხა ღამე ესე 4 საათზე, არ შეიძლება ყოფილა რაც ღამე 4 საათზე ესე ჩატარება. გაგრძელებულიყო შეიძლება, მაგრამ ჩაენიშნათ ხო და მაგას ლაპარაკობ, ჩანიშნაზე ვლაპარაკობ და ვადებში ამ შემთხვევაში ვერ ეტეოდნენ თუ რა ხდებოდა, ხო? ეს არის ძალიან მძიმე საქართველოს რეპუტაციისათვის. მე ამ შემთხვევაში პირველ რიგში ადამიანურად მძიმეა. საქართველოს რეპუტაციისათვის, ჩემი ქვეყნის რეპუტაციისათვის არის ეს წარმოუდგენლად მძიმე, როდესაც საუბარია ჩვენი ქვეყნის მისწრაფებაზე და ხალხის მისწრაფებაზე პირველ რიგში ევროპისკენ და ევროპულ ოჯახში სრულ ინტეგრაციისაგან, აგერ გვხვდება ესეთი ნაღმები შეიძლება ითქვას. აი ეს არის და ეს. უბრალოდ წარმოუდგენელია სამართლებრივად, როგორც იურისტმა მეტი რა უნდა ვთქვა, არ ვიცი უბრალოდ ამაზე მეტი მზაკვრობა ჩემთვის, ნუ არ ვიცი, სამართლებრივიც და ადამიანურიც. ეს შეიძლება ითქვას წარმოუდგენელი. ლევან, თქვენც ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი რაღაცნაირად არ არის დამთხოვა და შეიძლება უკავშირდებოდეს სხვა დაგეგმილ ვიზიტს, ვიცით რომ ალიევი ჩამოდის თბილისში და ასე. შემდეგ და მთავარი კითხვა, რომელსაც წინა რესპონდენტებსაც უსვამდი, მათ შორის ადიგოვის ადვოკატსაც, რის სანაცვლოდ შეიძლება ეს გაეკეთებინა ბიძინა ივანიშვილს? მოდი, ანუნა. აი რეპუტაცია ახსენეთ, ხომ? თავარი აქ ჩემთვის და ჩვენთვის ამომავალი წერტილი რა უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ინტერესები და საქართველოს გაცხადებული მიზანი, რაც საქართველოს კონსტიტუციაში წერია პირდაპირ, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გავწევრიანდეთ ევროკავშირში და ასე შემდეგ. აი ეს არის, აქედან უნდა ამოვიდეთ ჩვენ. ამ შემთხვევაში ყველა ქვეყანას თავის ინტერესი აქვს, მაგრამ შენ უნდა გქონდეს შენი ქვეყნის ინტერესი და შენი ქმედება ამ შემთხვევაში ან უნდა არღვევდეს საქართველოს კონსტიტუციას, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ძირითად გაცხადებულ მიზანს საქართველოს მოქალაქეების, სწრაფვა საქართველოს მოქალაქეებისა. აქედან გამომდინარე მე იმიტომ საუბრობ ეჭვზე და იმიტომ საუბრობ სავარაუდო დანაშაულზე, რომ აქ აუცილებლად ამევფიქროთ დასაწყები გამოძიება სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით და არა მარტო სამოხელეო დანაშაული, ამან შესაძლოა ცუდი შედეგები გამოიღოს რეპუტაციულად ჩვენი ქვეყნისათვის და ეს არის ძალიან მძიმე, ეს პირველ რიგში. ხოლო მოტივი რა იყო ამ შემთხვევაში, რატომ გააკეთეს, რისთვის გააკეთეს, ვინ რა უთხრა, ვინ რა დააძალა თუ როგორ იყო, ეს უკვე სხვა საკითხი. აქ მთავარია ჩვენი ქვეყანა რა ზღებულობს პირველ რიგში აქედან. რა შედეგს ღებულობთ ჩვენ და ჩვენი ქვეყანა რა შედეგს ღებულობს. გემახსოვრებათ ავგან მუხტალის საქმეც გემახსოვრებათ და შესაბამისად ევროპის სასამართლოში შემდგომი გაგრძელებები. საერთოდ გააქრეს. ხო, შემდგომი გაგრძელებები და მაგაზე არის საუბარი, ხო, ეს მძიმე არის, ეს წვეწვეთად გროვდება ეს ყველაფერი, ხო? და საბოლოო ჯამში ეს ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან მძიმე, ამაზე არის საუბარი. კი ბატონო და ლევან გადავიდეთ სხვა თემებზეც მინდა რომ ვისაუბროთ და მოდით ვისაუბროთ აი ამ მიმდინარე
კვირის ერთ-ერთ ისეთ აქტუალურ თემაზე გულისხმობ სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებს, რაზეც სხვათა შორის საუბარი თავად ხელისუფლებამ დაიწყო, თუმცა ჯერჯერობით არც ხელშესახებით თუ თვალსაჩინო შედეგი როგორ ებრძვიან ფასებს არ ჩანს. ამი უფრო მეტიც აი ამ მიმდინარე კვირაში გითხრეს, რომ დენის ტარიფი გაიზარდა ელექტროენერგიის და პარალელურად მერე დაგვაწია სუსმა მორიგი ბრიფინგი და გითხრა, რომ აი ამ ყველაფრის პარალელურად თურმე დააკავეს რაღაცა კომპანიის დირექტორები და თანამშრომელი, ჯამში 5 ადამიანი, რომლებიც უფასო სასადილოებიდან რაღაც უტრირებულად და უშნოდ რომ შევახსენოთ მაყურებელს, ფულს იპარავდნენ თურმე. რა სიტყვის ზოგადად ამ ყველაფერთან დაკავშირებით? მოდით გავყოთ ერთი ეკონომიკურ-სოციალური მიმართულება, რომელიც უკავშირდება ამ რაღაცა ფასებთან ბრძოლას და მეორე მხრივ კორუფციასთან ბრძოლა. აი ორი მიმართულებით იბრძვის ქართული ოცნება. ხო. პირველ რიგში არ უნდა წარმოუდგენელ რაღაცეებს ღებულობთ კორუფციის მასშტაბებთან და კადრებასთან დაკავშირებით, რასაც კადრულობენ, ხო? აი უყურეთ რა შეა საქმე. ლარი და 70 უჯდება სახელმწიფოს ადამიანის გამოკვება. ლარი და 70 თეთრი დიახ თბილისში როდესაც ადამიანებს უჭირდა მიდიან იქ ლარი და 70 დღეში. ეს წლების წინ დადგენილია. იმის შემდგომ ინფლაცია როგორ მოიმატა ყველაფერმა, მაგრამ ამას არ უმატებენ ანუნა. მათ ხელფასები მოიმატეს და 10,000 და ზევით აქვთ ხელფასები. და ამათ ხელფასებს არ უმატებენ, მაგრამ თავარი რა არის, იცით? მაყურებელმა მინდა იცოდეს ხალხო, ლარი და 70-დან საკვებზე დაახლოებით იხარჯება ლარი და 16, ლარი და 30, დაახლოებით ასე. ანუ რო წარმოიდგინოთ ნახევარი ხინკალი, რო წარმოიდგინოთ ფასი, რო წარმოიდგინოთ ადამიანს კადრულობენ და ეუბნებიან რომ ნახევარი ხინკალი გეყოფა დღეშიო, საბაზრო ღირებულო რო ავიღოთ, ნახევარი ხინკალი გეყოფა დღეშიო და ამ ნახევარ ხინკალს ხინკლიდან კიდე პარავენ ეს ადამიანები, ხალხო. ანუ ნახევარ ხინკალს აძლევენ რომ მე ვლაპარაკო ფასიდან გამომდინარე ვსაუბრობ, რომ ადამიანს ეუბნებიან რომ ეს გეყოფა და იკმარეო. და თვითონ 10,000-ები აქვს ხელფასი და აქედან კიდე პარავენ წილში უზიაში კიდე პარავენ ამ ადამიანებს. ამაზე მეტი საძაგლობა რა შეიძლება ხალხო იყოს? ბიჭო სანამდე მივიდა ეს ხალხი. ჯარს მოპარეს და გვეუბნებიან, მე უდანაშაულოს პრეზუმპციას არავის ასაუბრობ. თვითონ გვეუბნებიან რომ ჯარს პარავდითო წლების განმავლობაში. ბიჭო ბავშვებს სკოლები და ისინი მოპარეს. აგერ უპოვრებთან დაკავშირებით, რომლებსაც ადამიანებს უჭირთ და წარმოიდგინე რა სიტუაციაა დღეს ქვეყანაში და იმ რაღაც წარმოუდგენელ თანხად რო ცდილობენ ამ ადამიანების გამოკვებას და იქიდანაც კიდე იპარავენ თანხას, ხო? იქიდან ბაღებიც, იქიდან იპარავენ თანხას, ხო? წარმოუდგენელი უბედურებასთან აგვაქვს საქმე. ბიჭ გაზარდეს ელექტროენერგიის გაფასური. აქეთ პარალელურად გვეუბნებიან შეკრებილები არიან პარლამენტში და ფასებს ვებზითო. ბიჭ რა ფასებს ებზვით, საიდან გაიქცა ეს ფასები? ეს რა ის ფასებს ებზვის ეს ადამიანები? ჯარიმებზე დგას ყველაფერი, ხო? რასაც აკეთებენ, უმატებენ ჯარიმებს. აი სისხლს წოვენ ჩვენს მოქალაქეებს, ჯარიმებს მოუმატეს, გადასახადებს მოუმატეს, ელექტროენერგიის გადასახადი 30%-ით გაიზარდა. ბიზნეს კლავენ პირდაპირ შეიძლება ითქვას, ანუ როდესაც ავტომობილებზე გადასახადი წარმოუდგენელი გახადეს, რომ ავტომობილები არ შემოიყვანონ და თვითონ მათ ემსახურებათ ავტომობილები, ჩვენი ბიუჯეტის ხარჯი ემსახურებათ, ანუ ავტომობილები კიდულობენ ბიუჯეტის ხარჯზე და აცხადებენ ტენდერებს, საწვავს ისხამენ, მძღოლი ემსახურებათ და აქეთ ეუბნებიან კიდე საქართველოს მოქალაქეებს წარმოუდგენელი რამ ხდება და ბოლოს მუშაობს ამ ქვეყანაში რამე? არაფერი არ მუშაობს, ამ ქვეყანაში მუშაობს მარტო დაჯარიმება, ხალხიდან ჯარიმების ამოღება და მაშინ ქვეყანას როდესაც ჰქონდათ და აქვს ბუნებრივია დააპაუზეს, გაყინეს წარმოუდგენელი პოტენციალი და შესაძლებლობა ანაკლიის სპორტის სახით, ხო? აი ეს ამ შემთხვევაში ეს შესაძლებლობა ანაკლიის სპორტის სახით, რომელსაც შეეძლო ქვეყანაში 10,000-ობით სამუშაო ადგილი მოეტანა და უსაფრთხოების ქოლგა გადაეფარებია ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს რა სიტუაციაა? ეს არ არის პარტიული. ეს ვინმე მარიხნოს რომ რომელიმე პარტიის ან ჩვენი პარტიის ინტერესი, ეს არის ზეპარტიული. მთავარია აშენდეს. მთავარია სამუშაო ადგილები შეიქმნას, მთავარია დასავლური ინვესტიციები დაშენდეს და დასავლურის მიმართ არ იყოს დევნა ამ ქვეყანაში. დღეს რო ხალხო ანაკლიის სპორტი იყოს აშენებული და დღეს რო ანაკლიის სპორტი იყოს, ხო წარმოგიდგენიათ, რამდენი 1000 სამუშაო ადგილი იქნებოდა ქვეყანაში. სამაგიეროდ მივიღეთ რა? ფასების გამოკვლევის კომისია და იქ რაღაცა ტაკი მასხარობა, უბრალოდ ხალხის ნერვებზე თამაშობენ.
2 დღის უკან ადამიანმა გამაჩერა იქ მარკეტში ვიყავი შესული და აღარ შემიძლია უკვე ყურებაო ამაზე დაგვრცინიანო. აი პირდაპირ დაგვრცინიან ეს ადამიანებიო. ყოველდღე ფასები იზრდება და ესენი გვეუბნებიანო, რა ქვია, ფასებს უკლებ და უმატებთო, ხო? აი ამაზე არის საუბარი. ვინმე საერთოდ რამე აინტერესებთ? არა, არაფერი არ აინტერესებს ამხალ. თავიანთი თავი კორუფციაში ჩაიხშო, ანუ ეს ქვეყანა. ახლა რო კითხოთ ამათ, ხო? გეტყვია რომ 2 წელიწადია ისე იქცევიან ხელისუფლებაში მოსული ვართ. აბა წარმოუდგენელია ხალხო, მთელი 10 წელზე მეტის განმავლობაში გვეუბნებიან, რომ პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული ყველა მინისტრის მოადგილეები ყველა კორუფციაში იყო, ჩამხჩვარი და აი კორუფციაში იხჩობოდნენ. აი კორუფციამ შეჭამა თავი დროზე ვამბობდით, ხო? ქვეყანა ახლა ამას გვეუბნებიან თვითონ. უკაცრავად პოლიტიკური პასუხისმგებლობა სად არის? ხო, სხვათა შორის კალაძეს კომენტარი იყო, მე რაშვაში ვარ, არა, ეგ უკვე წარმოუდგენელი რამ არის. შენ თავზე ვაგებო პასუხსო, მარტო. რას ქვია შენ თავზე აგებ პასუხს? შენო პასუხისმგებლობა დაგაკისრეს და დაიკისრე. რას ქვია შენ თავზე აგებ პასუხს? ანუ მის სამსახურში, მის უწყებაში რა ხდება დედაქალაქის მერი პასუხს არ აგებს? ესეთი რამე არავის არ უთქვამს. გაუგონარია. შეხედეთ ხალხო, მატარებელი რო აგვიანებს, რა ქვია, მინისტრი გადადგა იაპონიაში და ასეთი რაღაცეები ხდება, ხო? წარმოუდგენელი რამ ხდება ადამიანებო. რას ქვია, პასუხისმგებლობის საკითხი არ აქვს იმას, რა ქვია, კალაძეს იმასთან დაკავშირებით, რომ სავარაუდო კორუფცია და კორუფციული ფაქტებია იმაში, რა ქვია, დედაქალაქის მერიაში. აბა ისთვის რას აკეთებს, მითხრას? აბა გითხრას ერთი რას აკეთებს ეს ადამიანები? არა, არაფერს არ აკეთებენ. აი ეს არის თავარი. კი ბატონო, და ლევან, ორივე მიმართულებით ესე ვთქვათ, ბრძოლა ხელისუფლების ფასადურია. ფასებთან დაკავშირებით აი თქვენ აღნიშნეთ და ძალიან ბევრი ამბობს, რომ დაკლების ნაცვლად პირიქით გაიზარდა პროდუქცია. ნუ კვერცხის 5 თეთრს თუ არ ჩავთვლით, ხომ ესეც მართლაც რაღაც სასაცილოდ რომ არ იყო საზოგადოებას და ძალიან სამართლიანი რეაგირებაც ჰქონდა და კორუფციის მიმართულებითაც ლევან რაღაცნაირად კალაძეს ეძღვნებოდა მათ შორის როგორ ფიქრობთ აი ეს ბრიფინგი რაღაც აი შორიდან უტრიალებენ როგორც მოკლედ კი ბატონო მე შორსა ვარ ანუ იმაზრისაგან რომ ამათმა ერთ დღეს გაიგუძეს და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო. აბა რა უნდა? ეს არის ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლა. მე ამას ასე უყურებ ღარიბაშვილთან მიმართებაში და სხვებთან მიმართებაში. ეს არის ერთმანეთის არ ვიცი კალაძე არის თუ არა. მე ამაზე ვერ ვისაუბრებ. ფაქტებთან დაკავშირებით შემიძლია თქვა, რომელთან დაკავშირებით უკვე ფაქტი დამდგარია. სამართლებრივი რეაგირება ჰქონდა და ის ადამიანები ეგერ საპრობილეში ვინც არიან, ხო? მე არ მიყვარს წინასწარ საუბარი და რაღაც ვარაუდების გამო, ეს არ არის ჩემი საქმე. ამაზე შეიძლება ისაუბრონ ექსპერტებმა, ან ჟურნალისტებმა, რომელიც თქვენ თუნდაც საუკეთესო საგამოძიებო ჟურნალისტიკას აწარმოებთ, ნოდარ მელაძის გუნდი და ასე შემდეგ, ხო? მე ვერ გეტყვით, მაგრამ მე შემიძლია გითხრა ერთი რამ, იმასთან დაკავშირებით, რომ საუბარი რომ კალაძე საუბრობს, რომ ელემენტარული მორალური პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი არ არსებობს თუნდაც რომ შესაძლოა მის უწყებაში იყოს კორუფცია და მას ეს არ ეხებოდეს ეს უბრალოდ წარმოუდგენელი რამაა ეს ყველამ კარგად ვიცით მაგრამ ეს ადამიანები ხა როგორ იქცევიან წეღანაც გავიხსენე და ახლაც ვიტყვი ეს ადამიანები იქცევიან ისე რომ ესენი თითქოს მოვიდნენ ხელისუფლებაში. აი ახლა 2024 წელს მოვიდნენ ხელისუფლებაში და წინა ხო კობახიძე წინა ხელისუფლება ვინც იყვნენ თითქოს ოცნება არ ყოფილა ხელისუფლებაში და ესენი იყვნენ ნუ არ ვიცი კორუფციონერები ყველაფერს მას საზიზღრობას აკეთებდნენ და მიყვნენ ახლა და სამართლიანობის აღდგენას აკეთებენ და აწარმოებენ თუ წარმოუდგენელი რა ხდება ხალხო. ცოტა წარმოუდგენელი რა ხდება. ცოტა შეიძლება გამოკვეთონ და გითხრან რომ გლობალური პარტიის წარმომადგენლებიც არიან ისინი და ყველაფერი მათ შეტენ ხო? აი ესეთი რაღაცა არის ხო უბრალოდ მოქმედებენ პრინციპით, რომ ენას ძვალი არ ააგდა ხალხს. საქართველოს მოქალაქეები ყველაფერს ხედავენ.